სოკოები არის მაღალვიბრაციული ცივილიზაცია, ოღონდ თვითონ არის მაღალვიბრაციული ცივილიზაცია. ანუ ცნობიერება არის მაღალვიბრაციული ცნობიერება არის, რომელიც დედამიწაზე სოკოს სხეულებში არიან მოსული, ოღონდ ეს ინდივიდუალური არ არის, როგორც ადამიანების შემთხვევაში თვითონ ინდივიდუალური სული ინკარნირებს ინდივიდუალურ სხეულში, ასე არ არის, კოლექტიური ცნობიერება არის. და ძალიან მაღალვიბრაციული სულიერი მდგომარეობის ცივილიზაცია, რეალურად ცოცხალი ცივილიზაცია არის, რომელიც უბრალოდ სოკოს ფორმაში მოდის დედამიწაზე. ეს ცივილიზაცია ძალიან დიდი ხანია დედამიწაზე მოდის ამ ფორმით. და სხვათა შორის ძალიან უწყობს დედამიწაზე არსებულ პროცესებს ხელს და თავდაპირველად ადამიანებამდეც კი არსებობდნენ სოკოები. გულისხმობ როგორც ფსიქოდელიურ სოკოებს, ასევე ჩვეულებრივ სოკოებს, რომელიც იჭმება, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ზოგადად სოკოს გულისხმობ. და სოკოები თავდაპირველად უწყობდნენ ხელს ნიადაგის რაღაცა სწორ ფუნქციონირებაში, ხა ზუსტად ტერმინები არ ვიცი, მან როგორ აღწერო, მაგრამ ნიადაგს ეხმარებოდნენ მინერალიზაციაში და მომზადებაში და ნიადაგში ზოგადად მიწაში არსებული პროცესების დარეგულირებაში ეხმარებოდნენ ძალიან სოკოები და დღემდე ეხმარებიან. თუმცა მე ადამიანებმა აღმოაჩინეს და ადამიანებმა რა, ანუ თვითონ სოკოების, ასე ვთქვათ, ცნობიერებას, ვინც ამის უკან დგას, მათ შთააგონეს, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომ გამოეყანებინათ ისინი კვებაში და ესეც ყოფილიყვნენ ისინი გამოსადეგნი. შესაბამისად, ნებისმიერი სოკოს მირთმევის დროს, თუ გინდათ ეგ საჭმელი იყოს, გინდათ იყოს ფსიქოდელიური საშუალება, თქვენ რეალურად იღებთ სხვა ცივილიზაციის ცნობიერებას, რომელიც მაღალვიბრაციული ცივილიზაცია არის და ესე არაფერს არ დაგიშავებთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ახლა როგორც მაგალითად შეიძლება ჭამეთ კომბოსტო ან ბადრიჯანი ან სტაფილო და ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მხოლოდ მინერალიზირებული პროდუქტებია და იქ არანაირი ცნობიერება არ არის. გარდა საერთო დედამიწის ცნობიერებისა, ხო, გაიასი. სოკოების შემთხვევაში ასე არ არის, ანუ სოკოებს, რა თქმა უნდა, დედამიწის ცნობიერებაც გააჩნიათ, იმიტომ რომ დედამიწაზე მოდიან, ფიზიკური სხეული დედამიწურია, მაგრამ უფრო მაღალი ცივილიზაციის ენერგიები შემოდის. ამიტომაც არის, რომ ფსიქოდელიურ სოკოებს ძალიან დიდი გაცნობიერებულობები მოაქვს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ახლა ეს წინადადება ბიძგი იმისა, რომ ეს მიიღოთ აუცილებლად, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა ცივილიზაციას იღებთ თქვენს ენერგეტიკაში, რომელსაც თავის კოდები მოაქვს. შემთხვევაში ეს კოდები არ არის დამაზიანებელი და ამ ეტაპზე ამ ცივილიზაციისგან არ არის ცუდის სურვება, ასე ვთქვათ, დედამიწის მაცხოვრებლების მიმართ. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ სოკოების მიერ დატოვებული ან სოკოების მირთმევის შემდეგ შემოსული ცნობიერება, ეს მაღალცივილური ცნობიერება ძალიან დიდი ხანი რჩება სხვათა შორის სხეულში. და რაც უფრო მეტი სოკო აქვს ადამიანს მირთმეული, იქნება საჭმელი თუ არასაჭმელი სოკო და სხვა მიზნებისთვის. ამას დაგროვებითი ეფექტი აქვს, სოკოს აქვს ეგეთი ეფექტი, რომ გროვდება, ანუ ორგანიზმიდან მალე არ გამოდის მისი ენერგეტიკა და შესაბამისად ამ ეტაპზე კი არანაირი საფრთხე არ იგრძნობა მათგან, მაგრამ დაუშვათ, რომ ვიღაცას ჩაუვარდეს ხელში, ვთქვათ, დაშვების დონეზე, რომ ვიღაცას ჩაუვარდეს ხელში სოკოების ცნობიერების მართლად, ასე ვთქვათ, არასასურველ ვიღაცას, ხო? ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანების მართვა. იმიტომ რომ ჩვენში იქნება და არის ყველა ჩვენთაგან შემდგომ ყველას გუჭამია ცხოვრების რაღაც ეტაპზე სოკოების ცივილიზაციის ნაწილი, იმიტომ რომ თან ჩვენივე ნებით შემოშვებული, ხო? იმიტომ რომ არავინ არ გვეძლებს სოკოს მირთმევას. რაც შეეხება სამკურნალო ფორმით სოკოების მიღებას, როგორც არის მაგალითად მიკროდოზინგი. ამას ნამდვილად აქვს ფიზიკური სხეულისთვის სამკურნალო თვისებები, იმიტომ რომ როგორც ცივილიზაცია თვითონ სოკოები მაღალვიბრაციული ცივილიზაცია არის, დაახლოებით 5 და ცნობიერების ცივილიზაცია არის. და მათ
ანუ ამ ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, პლანეტა, საცხოვრებელი სახლი რაღაცა მისტიური მიზეზების გამო გაქრა. აქ შეიძლება ყოფილიყო ან ბრძოლა, ან აფეთქება, ან არ ვიცი რაღაც ესეთი ჩანს, რომ მისტიური რაღაც მიზეზების გამო ეს ცივილიზაცია ზოგადად გაქრა, თავის პლანეტა აღარ ქონდათ. და იმ მომენტში გაიაზე, დედამიწაზე, ანუ მაშინ ჩასახლდნენ ჯერ კიდევ, როცა დედამიწა 5D ცნობიერებაში იყო, სანამ მატრიცა დაებატონებოდა. და მაშინ ამ ფორმით უბრალოდ დედამიწაზე დროებით დასახლდნენ. ნუ დროებით ხა დედამიწური გადმოსახედიდან იმდენი წელი აქ მოდიან ჩვენზე ბევრად ადრე არსებობდნენ და ეს დროებითობა ცოტა პირობითი, ანუ მათი ასე ვთქვათ სულის და ცნობიერების გადმოსახედიდან ეს დროებითი არის, იმიტომ რომ სხვა ფორმაში ანუ არ აქვთ ახლა სახლი წასასვლელი და შესაბამისად აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ დროებით დედამიწაზე დაესადგურებინათ, დაედოთ ბინა, იმიტომ რომ დედამიწა ზოგადად არის გენეტიკური და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გენეტიკური ფონდის ადგილი. ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია, სადაც უამრავი სახეობის მცენარე თუ ცხოველი თუ სახეობა ზოგადად რაღაცების არსებობს. ძალიან ბევრნაირი რაღაც არსებობს. ჩვენ ამას ადამიანური ცნობიერებიდან ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ ჩვენ დაბადებიდან აქ ვიზრდებით, მაგრამ ამდენი სახეობის ცხოველი, ფრინველი, ფოთოლი, ხე, მცენარე, ამდენი სახეობის არსად არ არის, როგორც დედამიწაზე არის. ნუ შეიძლება სადღაც არის, მაგრამ იშვიათია ხოლმე ასეთი სამყაროები. შესაბამისად, ამიტომაც დედამიწას შეაფარეს თავი, როგორც სახეობა, იმიტომ რომ ამ პლანეტაზე შესაძლებელია და ძალიან ღია არის დედამიწა ზოგადად სახეობების სხვადასხვანაირი სახეობების მიმართ. და ამ მოკლედ ცივილიზაციამ გადაწყვიტა, რომ დროებით დედამიწასთვის შეეფარებინა თავი და ეს დროებით 1000 წლეულებია და უფრო მეტიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სულის მდგომარეობიდან და ცნობიერების გადმოსახედიდან ეს დროებითი არის. და რა თქმა უნდა, იყო ესეთი შეთანხმება დედამიწასთან, რომ დედამიწა მათ მისცემდა თავშესაფარს დროებით. და სამაგეროდ სოკოები მოემსახურებოდნენ ადამიანებს განკურნებაში დაეხმარებოდნენ და ბევრი სოკო დღესდღეობით რაც არის მიგნებული ეს მიკროდოზინგი ნამდვილად სამკურნალო ეფექტის არის და დადებითად აისახება ადამიანზე და მათი გარკვეული როლი, ასე ვთქვათ, საფასური დედამიწაზე ყოფნის იყო სწორედ ეს. უბრალოდ აქაც გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით, როდესაც სოკოები აქ დასახლდნენ ამ ფორმით, მაშინ დედამიწაზე არ იყო მატრიცა, იყო 5D ცნობიერება და იყო გაია, ანუ ძალიან მაღალი ვიბრაციები იყო დედამიწაზე და იმის მერე დედამიწას უკვე დაეპატრონა მატრიცა და ცდილობს ყველაფრის გადაგვარებას ზოგადად დედამიწაზე, შესაბამისად სოკოებიც გარკვეულწილად დიდი დოზებით და ფსიქოდელიური ტრიფების სახით, რომ ადამიანები მიიზიდოს და მათ ცნობიერებაში შეაღწიოს და მისცეს, ასე ვთქვათ, ტრიფები, ანუ ხილვითი და ემოციური თავგადასავლები, რომ ისევ და ისევ ადამიანის ენერგია აიღოს და ისევ მატრიცას მოხმარდეს, ამ კუთხით ნამდვილად იყენებს მატრიცა უკვე ამ საშუალებას. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ შინაარსი, რას ემსახურება ზოგადად სოკოები, რომ ეს არის უცხო ცივილიზაცია, რომელიც განზრახ თვითონ არაფერს არ გვიშავებს, პირიქით სურვილი აქვს, რომ ჩვენ გვემსახუროს, იმიტომ რომ დედამიწასთან ასეთი გარიგება აქ ცხოვრების სანაცვლოდ, ჯერჯერობით, სანამ ისინი თავის გზას იპოვნიან. მაგრამ მატრიცის ხელი ურევია და უნდა გვესმოდეს, რისთვის ვიყენებთ სოკოებს, რატო ვიყენებთ სოკოებს და რა ფორმაში, რა დოზით მიღების შემთხვევაში გვექნება დადებითი ეფექტი და რა დოზის მიღების შემთხვევაში გვექნება ნეგატიური ეფექტი. და ასევე უნდა იცოდეთ, რომ უბრალოდ ყოველ ჯერზე როცა სოკოებს იღებთ, თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ თქვენ უცხო ცივილიზაცია შემოუშვათ თქვენს ენერგეტიკაში. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამკურნალო მიზნებისთვის და კვების მიზნებისთვის
რასოკვებით შესაძლებელია რომ იჭმეოდეს. აქ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ პრობლემა გვაქვს ფსიქოდელიური კუთხით. და ზოგადად არა მარტო სოკოებზე, არამედ ნებისმიერი ფსიქოდელიური საშუალება. რეალურად არის იმისთვის, რომ ადამიანში გამოიწვიოს ეიფორია, გარკვეული ემოციური და ხილვითი თავგადასავლები, რომელზეც ადამიანი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, რომელიც ისევ ხმარდება სისტემას. ამიტომ ეს ზოგადად სატყუ არ არის და სოკოს გარკვეულ ჯიშებს, რომელსაც ეს თვისება აქვს. ამიტომაც იყენებენ ამ კუთხით და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებას ცდილობენ რომ პოპულარული გახადონ და ცოტა ადრეულ პერიოდში იყო, ხო, როდესაც მაგალითად მაკენა იყო ცოცხალი და სოკოებზე რაღაც წიგნებიც დაწერა და მას დაარქვა რომ ეს იყო ღმერთის რაღაცა სწორედ შეიძლება ვერ ვთქვა ახლა, მაგრამ ღმერთის გასაღები თუ ღმერთის ნაწილი თუ რაღაც ესეთი. ესეც იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ მატრიცამ გამოიყენა, რომ მომხდარიყო ამ საკითხის პროპაგანდირება და საერთო ჯამში ფსიქოდელიური მოდა ჰიპების პერიოდში, რომელიც დაიწყო. ეს იდეაში არის მატრიცის მიერ შემოგდებული, იმიტომ რომ ფსიქოდელიკების მოხმარებით ძალიან დიდი ენერგია გაიხარჯება ადამიანის, რომელიც ხმარდება ისევ და ისევ მატრიცას, იმიტომ რომ ფსიქოდელიური საშუალებების ქვეშ ადამიანი იმყოფება 4D ცნობიერებაში, 4D ცნობიერებაში კი მატრიცას თავისი ხალხი ყავს, პირობითად ბრჭყალებში ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანისგან ამოქაჩოს ენერგია, ასე ვთქვათ, მოსავალი აიღოს ხოლმე, სხვადასხვა ემოციური ეიფორიების საშუალებით ამოიღოს ადამიანისგან ენერგია. ამიტომ ასეთი ტიპის სოკოებთან და სხვა საშუალებებთანაც უნდა იყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ჭამის კუთხით და მიკროდოზინგის კუთხით, ეს ნამდვილად საშიში არ არის, პირიქით ძალიან კარგი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საერთოდ ჯამში მოკლედ თვითონ სოკოები არ გვერდჩიან. სხვა შორის თვითონაც არსებობთ უკვე ამდენი ხანი აქ ყოფნა და როდესაც მატრიცა დაებატრონა უკვე გაიას იმ დროიდან უკვე ფიქრობენ და ცდილობენ რომ სადმე სხვაგან მიგრაცია გააკეთონ, მაგრამ ჯერჯერობით არ დადგა ეს დრო, თუმცა აქ ყოფნად მათთვის უკვე არ არის სასიამოვნო, მაგრამ ბოლომდე მაინც ასრულებენ თავენ სიტყვას, შეპირებას, გარიგებას, ასე ვთქვათ, რომ სანამ ისინი იქნებიან დედამიწაზე, ისინი იქნებიან ადამიანებისთვის და ზოგადად ცოცხალი სამყაროსთვის სასარგებლოები, იმიტომ რომ ისინი იმ დროიდან არიან, როცა ადამიანები ჯერ არ იყვნენ, მაგრამ სამყაროში რაღაცა პროცესებს ეხმარებიან. და ამ სიტყვას ისინი ბოლომდე შეასრულებენ, სანამ აქ იქნებიან, თუ მატრიცის მიერ არ მოხდა კიდე რაღაცა ნეგატიურ ჭრილში რაიმეს პროპაგანდირება. ძალიან ლამაზი ფერი აქვს შორის სოკოების ენერგეტიკა, ეს ცივილიზაცია არის. ძალიან ლამაზი, ლურჯია სამნისფერში გარდამავალი რაღაცა ნათება. ძალიან ლამაზი ფერი არის, აი ულამაზესი ციალივით გარდამავალი ფერები არის, კონკრეტულად ლურჯის და იასამნისფერის. ცოტა მოვარდისფროსკენაც გადადის ხოლმე. ძალიან ლამაზია. სხვა შორის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია არის. ძალიან დიდი ხნის ცივილიზაცია არის. აი უამრავ წელს ითვლის მათი არსებობა. ამიტომაც არიან უფრო მაღალი ცნობიერების, ვიდრე ჩვენ ადამიანები დედამიწაზე, დედამიწურ სულებს გულისხმობ. და ამიტომაც შეუძლიათ ჩვენი დახმარება.